დღეს ვისაუბრებთ მსახურის არქეტიპზე ზღაპრებში. მსახური და ზოგადად მსახურების იდეა განსაკუთრებული და გამორჩეულია. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იდეად ითვლება საზოგადოდ ამ სამყაროში, არ მხოლოდ მამაკაცისთვის, არამედ ზოგადად. მთელი ჭეშმარიტება არის ჩადებული მსახურის იდეაში, მსახურების იდეაში, მიზღვნის. იგივე სიყვარულთან დაკავშირებით რო ვისაუბროთ, აქაც იგივეა, ხო? უმთავრესი არის რამდენად შეგიძლია შენ, ასე ვთქვათ, ემსახურო ამ იდეას, თუნდაც შენი სიყვარულის იდეა, სიკეთის და ასე შემდეგ. მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს რაღაცა ჯგუფთან ასოცირებული, გარკვეულ საზოგადოებასთან ვართ რა სოციუმის წარმომადგენლები, ბუნებრივია ჩვენი ცხოვრების მოწყობილი, რომ არსებობს რაღაც საზოგადოებები, კავშირები, პოლიტიკური პარტიებიც, კრიმინალურ შემთხვევაში ბანდები, რაღაცა ესე იგი ადამიანები მიდრეკილი არიან გაერთიანებებისკენ, იქ სადაც ძალაუფლების სათავეში არის ძლიერი პიროვნება, ძლიერი მამაკაცური თვისებების მატარებელი, ან ვის ხელშიც თავმოყრილი არის ძალაუფლება, ფინანსები და ასე შემდეგ. ეს იერარქიულობის პრინციპი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ყველა ცხადია, არ შეიძლება კონდეს მკვეთრად გამოკვეთილი მსახურის არქეტიპი, მაგრამ ადამიანში, რომელშიც ეს წარმოჩენილია და ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგას, მისთვის დამახასიათებელია, რომ იყოს ერთგული თავისი ბატონისა, მფარველისა, შეფისა, როგორც ნებავთ შეგვიძლია ესე მოიხსენიოთ, ლიდერი და აი ამ მსახურის არქეტიპში ჩადებულია მსახურების იდეა, ერთგული მსახურების. ბუნებრივია შეუძლებელია ერთგულება, თუ ადამიანს სუფთა გული არ გააჩნია, თუ სიყვარულის უნარი არ აქვს. იგი გარკვეული დონის ღირსებების მატარებელია მსახურის არქეტიპის მქონე პიროვნება. ის ძალიან დაფასებული არის თავად პატრონის მხრიდან, რადგან რა თქმა უნდა, ის ძალიან აფასებს ამ ერთგულ მსახურებას და შეუძლია სხვებთან თავი მოიწონოს ამ ადამიანით, რომელიც მისთვის თავდადებულია, პატიოსანია და ერთგული მსახურია. საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ ეს მსახურება არის ორმხრივი და უნდა იყოს. როგორც ემსახურება მსახური თავის უფროსს, ასევე ისიც ვალდებულია, რომ ემსახურებოდეს მას და მის ინტერესებს და ავლენდეს მის მიმართ პატივისცემას, პატივის მიგებით მის მიმართ, თუ მსახური გამოავლენს თავისი მსახურების იდეას მაქსიმალური ჩართულობით, თავდადებით და სიყვარულით, რა თქმა უნდა, ის ბატონისაგან თუ პატრონისაგან იღებს ასევე დიდ ყურადღებას და ერთგულებას. იმ შემთხვევაში, თუ პატრონი მოუწყობს მას გარკვეულ გამოცდას და ვთქვათ, ავლენს, რომ არ ენდობა მას, აქ უკვე მისი მხრიდანაც ირღვევა ესეთი უთქმელი პირობა ერთგულებისა და თუ ამ მოვლენას ადგილი აქვს, მაშინ იქ ყველაფერი თავდება და მსახური თავისუფლდება თავისი ვალდებულებებისაგან პატრონის მიმართ. ასეთ შემთხვევაში ზღაპრებში აღწერილია ხოლმე, როგორ კარგავს მეფე ძალაუფლებას და მეფობას და ტახტს და როგორ გადადის ყველაფერი მსახურის ხელში, თუ ის ერთგულებით გამოირჩეოდა და თავისი პატივისცემითა და თავდადებით ემსახურებოდა პატრონს, მეფეს ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი ღირსების კოდექსის მატარებელია მსახური. შინაგანი მისი პატიოსნება განაპირობებს სწორედ ამ მსახურობის იდეას და ცხადია,
ეს სათანადოდ უნდა იყოს პატივმიგებული. თუ მაგალითად გადააჭარბებს პატრონი მის პატივისცემას, ესეც არ ვარგა, იმიტომ რომ ყველაფერი ზომიერების ჩარჩოებში უნდა იყოს ჩასმული, რადგან ამას შეიძლება ძალიან უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს და უარყოფითად აისახოს მსახურზე. ზოგადად ორივეს ახასიათებს ერთმანეთის მიმართ მსახურების იდეა და ორი ღირსეული ადამიანი ამ ურთიერთმსახურების პირობებში ემსახურებიან ღმერთს. ყველა ადამიანს არ შეუძლია იყოს მსახური, მაგალითად საშუალო ევოლუციურ დონეზე მსახურს აქვს, რა თქმა უნდა, სურვილი მსახურებისა, მაგრამ რაღაცა ქვენა კითხვები უღრმის სულს, ასე ვთქვათ, მას ვეჭვეპარება, რომ სამართლიანად ექცევიან კი არა, თუ არა მას, ხომ არ ხდება მისი ექსპლუატაცია უფრო მეტად, ვიდრე ადგილი აქვს მის დაფასებას, ხომ არ არის სხვა მსახურები უფრო მეტად ანაზღაურებადნი იგივე საქმის შესრულების პირობებში, ვიდრე თვითონ. აი ასეთი ეჭვები, როდესაც უჩნდება, ეს რა თქმა უნდა ძალიან ხელს უშლის მას, რომ ჭეშმარიტად აღასრულოს თავის მოვალეობა, მაგრამ ეს არის საშუალო დონეზე მყოფი მსახურის არქეტიპისთვის დამახასიათებელი. როგორც მოგეხსენებათ, არსებობს დაბალი დონეც განვითარებისა. დაბალ დონეზე ადამიანს საერთოდ არ სურს მსახურება. არანაირი სურვილი არ აქვს ამ ეს რომ აღასრულოს ეს მოვალეობა და გამართლებას პოულობს იმაში, რომ ახსენებს ადამიანის უფლებებს, რომ იქ რაღაცნაირად თვითონ მსახურების დროს იჩაგრება, რომ ეს არ არის თანასწორი ურთიერთობები. მოკლედ, ბევრ რაღაცას მოიმიზეზებს იმის გასამართლებლად, რომ არ იყოს მსახურებაში. უბრალოდ ზარმაცია, უბრალოდ ნებისყოფა არ აქვს, რომ აღასრულოს მოვალეობები მის წინაშე არსებული და ინფანტილიზმით გამოირჩევა ამ შემთხვევაში. ზოგადად მსახურის არქეტიპი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მას ასწავლის ძალიან ბევრ რამეს, ასრულებს რა რთულ დავალებებს თავისი პატრონისას, ამ დროს ვითარდება ეს პიროვნება, ვითარდება, რადგან მას აქვს ამოცანის გადაწყვეტის თვალსაზრისით სრული თავისუფლება, შემოქმედებითობა, კრეატიულობა შეუძლია გამოიჩინოს და განვითარდეს როგორც პიროვნება. ის ამ მსახურების აღსრულების პირობებში საკუთარ ძალებსაც ამვითარებს, განამტკიცებს და ხდება გაცილებით უფრო სრულყოფილი, ვიდრე მსახურების გარეშე. ფაქტიურად საკუთარ თავს შეიცნობს და ეს საკმაოდ დიდი პოზიტიური გავლენის მქონე მოვლენაა მასზე. ისე რომ საბოლოო ჯამში იმდენ რამეს სწავლობს, რომ მერე თავისუფლად შეუძლია თავად განაგოს თავისი ცხოვრება იმ ცოდნით, რაც მსახურების დროს აქვს მიღებული და თავად სრულყოფილად გახდეს თავის ბატონი და პატრონი. ასე რომ იმედი მაქვს, რაც მოგახსენეთ ამ არქეტიპის შესახებ, საინტერესოა, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მრავალმხრივი და მნიშვნელოვანია ეს არქეტიპი, ისევე როგორც სხვა არქეტიპები, რომელთა შესახებ წინა ვიდეოებში მოგახსენეთ. შემდეგ ვიდეოებში მინდა რომ გესაუბროთ ასკეტის არქეტიპზე, რომელსაც შეიძლება მონაზმის არქეტიპიც უწოდოთ და ფილოსოფოსის არქეტიპის შესახებ ზღაპრებში.